მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, ზოგადად მადლობა რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ უნდათ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა, კვირის ენერგიები, ხო? ახალი კვირა იწყება და ვნახოთ რა ენერგიები იქნება შემდეგი კვირის განმავლობაში. შევხედოთ. ხამდიდან 25-იან. ნახოთ. მოდით გავაკეთოთ ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, კვირის ენერგიები, მე მგონი ჩანს. მეორე ვარიანტი, კვირის ენერგიები. პირველი ვარიანტი იყოს ლაზურიტი და მეორე ვარიანტი იყოს ვარდისფერი კვარცი. აერჩიეთ პირველი ან მეორე ვარიანტი და ვნახოთ რა ენერგიები იქნება. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მეორე ვარიანტს გავწევ. პირველი ვარიანტი ვინც ერჩია, მე მგონი გამოჩნდებოდა თქვენ მეც არ შემიძლია ხელს. პირველი ვარიანტი საკმაოდ საინტერესო კვირა გელოდებათ. პირველ რიგში ის რომ შეიძლება ვიყოთ ისთვის ძალიან ასეთი შეიძლება რელიგიებმაც წინ წამოიწეს ვიღაცებისთვის და რაღაცა უფრო ესეთი გახდეს ხო, ანუ ინტერესის კუთხით თუნდაც თქვა აქამდე თუ არ ინტერესდებოდით ძალიან ისე რელიგიური კუთხით, შეიძლება ახლა უფრო გაინტერესდეთ. თუმცა პირველი ვარიანტისთვის კვირა იქნება ძალიან ისეთი სწავლის კვირა, შეიძლება ითქვას. ცოდნის მიღების, მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ადამიანებთან მოგიწევთ რაღაცა დახმარების თხოვნაც, შეიძლება თქვენს დაეხმაროთ და თქვენ სასწავლო თქვენი გამოცდილებებიდან გამომდინარე. ინფორმაციის კუთხით იქნება ძალიან ისეთი ნახეთ დიდი რაოდენობის ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც და გასცემთ კიდევაც, რომელიც თქვენთვის რაღაცა სიახლეს მოიტანს, როგორც ჩანს, რომელიც მოიტანს თქვენთვის რაღაცა სტაბილურობას, სიმშვიდეს, სიღნარეს. შესაძლებელია აქ ვიღაცისგან დახმარება იყოს ისეთი თქვათ მატერიალურიც ხო, რაღაცა ესე რომ ვთქვათ, ან უბრალოდ რაღაცა ისეთი რჩევა იყოს ყოველ შემთხვევაში, რომელიც საბოლოო ჯამში თქვენ მოგიტანთ რაღაცა მატერიალურ მაყოფილებას ხო, ან თქვათ სამსახურში რაღაცა ესეთი პროექტი ჩაიბაროთ, სადაც გამოავლინოთ თავი და შემდეგ მიიღოთ. საკმაოდ აქტიური პერიოდი გაქვთ, საკმაოდ აქტიური კვირა გექნებათ. როგორც ჩანს, პირველი ვარიანტის წარმომადგენლები რაღაცა გადაეშვებით მაქსიმალურად უფრო განხორციელებაში სიტუაციების ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ აქამდე თუ კი რაიმე ისეთი მომენტი გქონდათ, რომ ფიქრობდით, დაგეგმოთ, გაგეკეთებინათ, არ გაგეკეთებინათ, როგორ გაგეკეთებინათ, ეს რაღაცა პროექტი იქნებოდა, ბიზნეს გეგმა იქნებოდა, თუ არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს, ხო, ან თუნდაც პარტნიორულ ურთიერთობაში რაღაცა ცვლილებების მდგომარეობა გინდოდათ და არ იცოდით, თქვათ, გადაგედგათ ნაბიჯი თუ არ გადაგედგათ, ან მოგეთხოვათ თუ არა თქვენ, ანუ რაში როგორ განვითარდება თქვენ და აი შემდეგი კვირა იქნება ძალიან აქტიური. მაგრამ გეტყვით იმას, რომ ძალიან ფრთხილათაც უნდა გაიაროთ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი გამოცდილებები ძალიან დიდი გაქვთ, გამოცდილებები ძალიან კარგი გაქვთ და ეს გამოცდილებები უნდა გამოიყენოთ ზუსტად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ მდგომარეობას. აქტიური კვირა არ არის ესეთი რაღაცა პასიურ მდგომარეობაში, რაღაცა გაჩერებულ სიტუაციაში, ბევრი განახლებები იქნება სიტუაციების, როგორც ასეთი, ნახეთ, შეიძლება რაღაცა მომენტში იყავით ისეთ პერიოდში, რომ აი თქვა შვებულება მოგიწიათ ხო, რაღაცა საახალწლო პერიოდში, ან უბრალოდ რაღაცა დაკავებული ყავით სხვა საკითხებით და ცოტა ხანი მიშვებული გქონდათ თქვენი საკითხები ხო, ან რაღაცა ესეთი მომენტები. აბსოლუტურად ყველაფერს განახლება იწყება, აბსოლუტურად ყველაფერს თავიდან იწყებს თითქოსო, ესეთი მდგომარეობა არის. აქ არ უნდა დაგავიწყდეთ ის მომენტი, რომ აქტიურობა დასვენებასთან ძალიან კარგია, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ, რომ იმისთვის რომ მიაქტიუროთ, ასევე დაისვენოთ. არ დაგავიწყდეთ ესეც და კიდევ მიაქციეთ ისეთ რას ყურადღება, რომ იმდენად არ გადაგიბიროთ თქვენმა
თქვენ ცნობიერმა რომ თქვენ ყველაფერს მიაღწევთ, რომ არ დაუშვათ ისეთი შეცდომები, რომელიც თქვათ გამოიწვევს რაღაცა შედეგების დაგვიანებას, ხო? მე ვიტყვი, რომ პირად ურთიერთობაშიც რაღაცა განახლების მდგომარეობა იქნება, ემოციების განახლების მდგომარეობა. ნახეთ, პირად ურთიერთობას რო თავი დავანებოთ, აქ იქნება კიდე ემოციების განახლება. ყველა ადამიანს ჭირდება ემოციის განახლება, ხო? თქვათ ერთი და იგივე რუტინული მდგომარეობა, ხო? ერთი და იგივე დილას გავიგოთ და წავედით სამსახურში ან რაღაცა მივხვდეთ უმდიასახლისები ვართ, დილას საჭმელი გავუკეთეთ, ბავშვებს სკოლაში გავუშვით ან რაღაც, აი რუტინული ცხოვრების სტილს თითქოს ცვლით, რაღაცა ესე ვთქვათ, ეს თქვენი ყოველდღიურობა ხდება რაღაცა ცვლილებებით. ემოციები ივსება ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. ნახეთ, ემოციების შევსება თითოეული ადამიანის ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს აქვს შევსილი ემოციები, ყველაფერს ახერხებს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არის შინაგან სიმშვიდეში და შინაგან ბალანსში, შესაბამისად, მე უკვე ძალიან მარტივი ხდება იმ ნიშნების დანახვა, რაც სამყარო გვიგზავნის, იმ მოქმედებების გაკეთება, რაც გვინდა, ხო? ანუ აქ ძალიან მე ვიტყოდი, რომ პირველ ვარიანტს საკმაოდ კარგი კვირა გელოდებათ, საინტერესო კვირა გელოდებათ და ერთადერთი რაც არის, აი ხო გეუბნებით, აქ არ გადაღალოთ თქვენი თავი. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ტრანსფორმაციების დაწყება არის, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი რაღაცის გადალოხად შეიძლება მოგიწიათ და ბოლო-ბოლო მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ всё, მე უკვე თვალიდან ვიწყებ, თქვათ, ვიღაცა ვარჯიშს იწყებს, თქვათ, ესე თქვათ, ახალწლების მერე მომატებული რამოდენიმე გრამების გამო, ვიღაცა ახალ პროექტს იწყებს, ვიღაცა სამუშაოს იწყებს, ვიღაცა, ანუ ნახეთ, შემდეგი კვირა თუ ვიღაცა ურთიერთობებში იწყებს რაღაცა ახალ ეტაპს. აი აქ შემდეგი კვირა გაქვთ პირველ ვარიანტს ძალიან ესეთი დატვირთული ენერგიებით, დატვირთული ემოციებით და სხვათა შორის არ არის ცუდი კვირა. უბრალოდ ერთადერთი არის ის, რომ ნახეთ, იმდენად არ დატვირთოთ თქვენი თავი და არ თქვათ, რომ იმდენი ხანი ვიყავი დასვენებულ მდგომარეობაში, რომ ეხლა მზად ვარ, რომ მთები გადავდგა და ამიტომ მე ავდგები და დიახაც ვიმოქმედებ და 24/7-ზე მექნება სამუშაოზე ჩართულობა, ხო? ამით შეიძლება დააზიანოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა, თქვენი ნერვიული სისტემა, დაღლილობა გამოიწვიოთ. ამიტომ ნახეთ, მაქსიმუმად ეცადეთ, რომ ეს თქვენი აქტიურობა დასვენებაც ჩაურთოთ, ხო? რაღაცა მისცეთ საშუალება თავსაც, რომ რაღაცა მოდუნდეთ, მოეშვეთ. თქვენთვისაც გააკეთეთ რაღაცა სასიამოვნო, რომელიც თქვენთვის საინტერესო. ვიღაცას უყვარს, თქვათ, მაღაზიებში სიარული, ვიღაცას უყვარს ბუნებაში მშვენიერი ზამთარი დაგვიდგა თბილისში. მე მგონი ბავშვობის მერე არ მახსოვს თოვლი ჩემ ქუჩაზე განსაკუთრებით ისეთი იყო ხომ ესეც იგით ვერთობოდით ბავშვები ჩემ ბავშვობაში და ეხლა ისე მიხარია რომ გავდივარ გარეთ რომ მინდა ბავშვობა გავიხსენო, თუმცა ვინ გაცდის მარილს აყრიან. აი თითქოს ის მომენტიც გამოიყენეთ, ხო? აი ნახეთ, რაღაცა ემოციური სიმშვიდე რომ შეიქმნათ, რაღაცა ბუნებასთან აქტივობა გააკეთეთ, ან დასვენება მოუწყეთ საკუთარ თავს ყოველი დღის მერე, ყოველი დამღლელი დღის მერე, იმიტომ რომ იმდენად მიზანმიმართული მოქმედებები გააქვთ შემდეგ კვირაში, რომ აუცილებლად აღჭირდებათ დასვენების მდგომარეობაც. ეს გაითვალისწინეთ აუცილებლად. კარგი კვირა გაქვთ პირველი ვარიანტი, ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციით სავსე და ახალი ენერგიებით სავსე. ვინც აერჩია მეორე ვარიანტი ვარდისფერი კვარცი, მოკლედ გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი ენერგია თავად თქვენ ხართ მობრძანებულები, ქალბატონები, რომლებიც ძალიან ესეთი ფინანსურად კარგი კვირა გელოდებათ. ვიღაცა შეიძლება პრემიას აიღებს, ვიღაცა შეიძლება რაღაცა მოცი ლოტარიაში მოიგებს, ხო? ვიღაცა შეიძლება რაღაც მემკვიდრეობით დარჩეს. ყოველ შემთხვევაში ეს კვირა თქვენთვის იქნება საკმაოდ მატერიალურად კარგი კვირა, ესე ვიტყოდი. არ იქნება როგორც ჩანს ბევრი დანახარჯები. საკმაოდ ენერგიული ხართ თქვენც, კმაყოფილი საკუთარი თავით.
პასუხისმგებლობები გაიზრდება. თუ აქ შვილები ყავთ და ისეთ პერიოდში ხართ, ვიღაცისთვის შეიძლება სკოლა იწყება და ყოველდღიურობა რაღაცა უნდა არ უნდა მოუწევს. კმაყოფილი ხართ საკუთარი თავის. მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება შემდეგი კვირა იყოს ის კვირა, როდესაც ადამიანმა ძალიან ბევრი ენერგია ჩადო, ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიიღწია თავისი შინაგანი სიმშვიდისთვის, თავის ანუ კმაყოფილებისთვის, მიიღწია იმისთვის, რომ მყარადამდგარიყო ფეხზე, ხო, რაღაცა აქ მე ესე ვიტყოდი, რომ შემდეგი კვირა თქვენთვის იქნება რაღაცა საკმაოდ ისეთი კარგი კვირა. ერთადერთი ამოვია. ერთადერთი რაც არის, აი აქ მე ესე ვიტყოდი, რომ შემდეგ კვირას შეიძლება მოხდეს რაღაცა ესეთი მომენტები, თითრასთან არის ეხება. ხო, აი პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით თუ კი რაღაცა მეორე ვარიანტი უფრო რაღაცა კმაყოფილი ხართ ყველაფრით, მე ვერ ვიტყოდი, უკვე ბალანსიც იპოვეთ საკუთარ თავში, განახლებებიც გაქვთ, რაღაცა ენერგიებიც გაქვთ, სიახლეებს იწყებთ, შეიძლება ნახეთ, შეიძლება აქ რაღაც პირად ურთიერთობასთან გქონდეთ მდგომარეობა ცოტა ისეთი ვიცი, დავშორდით, რაღაცას გარკვევა გვაქვს, რაღაცას გვეშინია ურთიერთობა, შეიძლება სულაც არავის არ დავშორდით, მაგრამ რაღაცა გვინდა, რომ გადავიდეთ ახალ ეტაპზე, მაგრამ რაღაცა შიშის მდგომარეობა გვაქვს. აი აქ პირად ურთიერთობასთან გექნებათ ცოტა პატარ-პატარა გაურკვევლობები, პატარ-პატარა ჩიხები და როგორც ჩანს, აი ეს სიტუაცია თქვენთვის ძალიან ესეთი უნდა მიაქციოთ ძალიან ყურადღება, ხომ? აი აქ პირად ურთიერთობასთან უფრო არის რაღაცა გაურკვევლობები, თუმცა როგორც ასეთი მე ესე ვიტყოდი, რომ ყველაფერზე შეიძლება მუშაობა, ყველაფერი შეიძლება დაალაგდეს, თავარი არის ურთიერთობაში განსაკუთრებით რაღაცნაირად ერთმანეთთან საუბარი, რომელიც ძალიან ცოტას თუ შეუძლია პარტნიორულ ურთიერთობაში ერთმანეთს ბოლომდე ენდონ და ბოლომდე გავამხილონ თავიანთი სათქმელი, ან უბრალოდ ნდობას რო თავი დავანებოთ, ადამიანმა უთხრას თავისი სათქმელი, ანუ რა მოსწონს, რა არ მოსწონს, ანუ არავინ გულთმისანი არ არის, მეგობრებო, ეს იცოდეს და არც მამაკაცია ვალდებული, რომ რაღაცა თავისით მიხვდეს რაღაცაებს და არც ქალბატონები არ არიან ვალდებულები, რომ თავისით მიხვდნენ რაღაცაებს, ხო? ანუ აუცილებელია ურთიერთობაში საუბარი, ხო? ანუ ვისაუბროთ, გავერკვიოთ, გავაანალიზოთ, რა არის ჩემთვის კარგი, რა არის ჩემთვის კარგი, რას დავთმობ, რას არ დავთმობ და რა შეიძლება შევცვალოთ ერთმანეთში და რა შეიძლება არ შევცვალოთ. აი აქ მეორე ვარიანტს საკმაოდ კარგი კვირა გაქვთ თქვენ, არ გაქვთ რაღაც ესეთი ქაოტური, მაგრამ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში რაღაც პატარ-პატარა ჩიხის მდგომარეობა გაქვთ აშკარად, რაღაცები გექნებათ გასარკვევი, შეიძლება არ ვიცი, პარტნიორის მიმართ გქონდეთ თქვენ ეჭვიანობა, ან მას გქონდეს თქვენს მიმართ ეჭვიანობა, ანუ აქ ყოველ შემთხვევაში იქნება რაღაცა ესეთი გაურკვევლობა, რომელიც მათ შეიძლება დისკომფორტი განიცადოს, ხო, თქვენს შინაგან მდგომარეობაში. ხო, აი აქ იქნება რაღაცა ესეთი გაურკვევლობა, რომელსაც კიდევ ერთხელ გავუნებით, აუცილებელი საჭირო არის, რომ ისაუბროთ. ანუ თუ კი თქვენ ხართ ურთიერთობაში უკვე 3 წელიწადი, ავიცი 4 წელიწადი და პარტნიორი არ დგავს ნაბიჯს, ხო, რაღაცა, ანუ უნდა გაარკვიოთ. იქნებოდა არ უნდა საერთოდ ამ ნაბიჯის გადმოდგმა, ხო? მაგრამ თქვენც მზად იყოთ იმისთვის, რომ თუ ადამიანი არ გადმოდგავს ამ ნაბიჯს, თქვენ წახვიდეთ იმ იმაზე, რომ გინდათ ამ ადამიანთან ყოფნა და მოდი ვიქნებ ისე როგორც არის და თქვათ ერთ ჭერ ქვეშ არ ვიცხოვროთ, ხო? აი რაღაცა ესეთი, აი აქ მე ესე ვიტყოდი მეორე ვარიანტს, პარტნიორულ ურთიერთობაში ცოტა რთული პერიოდი გექნებათ ის კვირა, ამიტომ ეცადეთ, რომ ძალიან არ დაიტრგუნოთ თავი, არ შეგეშინდეთ რაღაცის თქმის, არ შეგეშინდეთ იმის თქმის, რომ თქვათ სადღაცა წასვლა არ გინდათ თუ არ გინდათ, არ შეგეშინდეთ იმის თქმის, რომ თქვათ ეს ახალი წლები რომ გადააბა თქვენმა პარტნიორმა დალევა და კეიფი აღარ მოგწონს და შეჩერდეს. ნახეთ, არ შეგეშინდეთ, გამოხატოთ თქვენი სურვილი ურთიერთობაში, არ შეგეშინდეთ გამოხატოთ თქვენი მიზნები ურთიერთობაში, ხო? ახლა შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ ოჯახი შექმნა გინდა და ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს ოჯახის შექმნაზე, ხო? უბრალოდ საერთოდ არიან ისეთი კატეგორია ადამიანის, რომ არ უნდათ ეს ოჯახი საერთოდ. ხდება ესეთი, მიზა მყავს ეგეთი, რა ვიცი, არ უნდა და ოჯახი და არ შექმნა ოჯახი.
აბსოლუტურად თავისუფლად, ხო? ანუ არ უნდოდა და მორჩა. ამიტომ აი აქ ეს მომენტი არის. ხვდები რა პირად ურთიერთობასთან მიმართებაში გმართებთ ცოტა ყურადღების მიქცევა. თქვათ შეიძლება თქვენ თვითონ არ იყოთ მზად რაღაცა ისეთი ცვლილებებისთვის და თქვათ პარტნიორს უნდა ეს ცვლილებები და მოусმინეთ. რატო? იქნება თქვენც მოგინდეთ, ხო? ანუ იქნება თქვენც მიხვდეთ, რომ ადამიანმა ისე დაალაგოს ყველაფერი და ისე აგიხსნათ და ისე ჩამოგიყალიბოთ, რომ თქვენც თქვათ, რომ კი რატომაც არა, ხო, საბოლოო ჯამში თანახმავარ. იგივე როგორი კრება გექნებათ მეორე ვარიანტს. მე ნახეთ მე ესე ვიტყოდი რომ ფინანსურად საკმაოდ მყარი და კარგი მდგომარეობა გექნებათ მატერიალური კუთხით ახლა თუნდაც რომ დიასახლისი იყოთ მე ესე ვიტყოდი რომ შესაძლებელია რა ვიცი მიიღოთ მეუღლისგან ან პარტნიორისგან ან ოჯახის წევრისგან რაღაცა საჩუქარი რომელიც თქვა თქვენთვის მატერიალური კუთხით იქნება თუნდაც ემოციური კუთხით მე ვერ ვიტყვი რომ ცუდი კვირა გექნებათ მეორე ვარიანტი საკმაოდ დასტაბილურდებით სიტუაციაში ურთიერთობაშიც ყველაფერს გაარკვევთ და მიიღებთ საბოლოო ჯამში იმ ენერგოგაცვლას რომელიც მნიშვნელოვანია და ძალიან კარგ სტაბილურ სიტუაციასაც მიიღებთ ხო რაღაცა სასიამოვნოს უბრალოდ ერთადერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მეორე ვარიანტისთვის ეს არის რომ თუკი თქვენ ხართ ურთიერთობაში ურთიერთობას მიაქცევთ ყურადღება თუ არ ხართ ურთიერთობაში მოდით ახლა რაღაცა ესეც წამოვიდა რომ შეიძლება ვიღაცა არც იყოს ურთიერთობაში ხო თქვა თქვენ თუ არ ხართ ურთიერთობაში მაშინ ნახეთ ნუ გეშინიათ პარტნიორის მიღების ხო არის ესეთი მომენტი როდესაც ადამიანს ერთხელ რაღაცა ესეთი გამოცდილება აქვს ცოტა რთული და შემდეგ ცდილობს ხოლმე რომ რაღაცა აირიდოს ხო ურთიერთობები რაღაცა არ შევიდეს ღრმა სიყვარულში და ასე შემდეგ თქვენთან უჩაკეტავთ ამ ბედს, ესე რომ ვთქვათ, ცადეთ, უბრალოდ პირდაპირ გულში მიიღებთ ამ ყველაფერს და ადამიანზე რაღაცა ილუზიებს, შევქმნით, რომ რაღაც საოცრებას გააკეთებთ თქვენს, უბრალოდ მიყევით, ხო? უბრალოდ ენდეთ სამყაროსაც რაღაც მომენტში და შესაძლებელია რომ გამოვიდეთ. ნახეთ, თუ თქვენ არ ყავთ პარტნიორი, მე ესე გეტყვით, რომ შეიძლება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ვიღაცა საინტერესო ადამიანი, რომელიც დაგანახებთ რაღაცებს და გქონდეთ შინაგანი კონფლიქტები მიიღოთ თუ არ მიიღოთ და შიშები მიიღოთ თუ არ მიიღოთ ეს ამ ადამიანის ურთიერთობა და ამითი ჩაიგდოთ თავი რაღაც ესეთ გაურკვევლობებში, მაგრამ ყველაფერი დალაგებადი არის, კვირა იქნება ცოტა ესეთი ქაოტურიც, მაგრამ ეს არ იქნება ის ქაოტი, რომელიც არ მოგიტანთ ისევ სიმშვიდეს, არ მოგიტანთ რაღაცა თქვენთვის სასურველ და სასიამოვნო მდგომარეობას, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გამოერკვევით, გამოერჩევით სიტუაციებიდან და აი ამ გამორკვევით და გამორჩევის შემდეგ უკვე მიიღებთ იმ შედეგს, რაც გინდათ რომ მიიღოთ, ხო? მოკლედ აი ესე გამოვიდა. მეორე ვარიანტიც მე გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ, მშვიდ, სასიამოვნო კვირას. სიყვარულით სავსეს, რაც მთავარია და პირადი დიაგნოსტიკისთვის კი იცით რომ უნდა მომართოთ პირად შეტყობინებაში WhatsApp-ზე მითითებულ ნომერზე, რომელსაც უთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. დროებით.